შრომის ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობა ისევ მცირდება. PMC კვლევითი ცენტრის კვლევის მიხედვით ყველაზე მეტად კლება ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში შეინიშნება. ვაკანსიების შემცირებაზე საუბრობენ თავად დასაქმების პორტალებიც. ახასიათებს თუ არა ქართულ შრომის ბაზარს სეზონურობა რასელია ბაზრის ექსპერტების შემოდგომაზე და რა მოლოდინია ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სექტორალური მიმოხილვით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაე, მევესალმები ჩვენს მაყურებელს. ამჟამად ქვეყანაში სამუშაოს აქტიურად დაახლოებით 151,000 ადამიანი ეძებს, ასეთია დასაქმების პორტალ HRG-ს მონაცემები. კომპანიაში ამბობენ, რომ დღეისათვის მათ ვებგვერდზე სწორედ ამ რაოდენობის სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული, თუმცა მათივე თქმით, ვაკანსიების რაოდენობა სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს ჩამორჩება და თვიდან თვემდე შრომის ბაზარზე ვაკანსიების ვარდნა შეინიშნება. HRG-ს ინფორმაციითვე მიმდინარე წლის ზაფხულის 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვაკანსიებში 9%-იანი კლება აქვს, ის რომ ვაკანსიები შემცირებულია ადასტურებენ PMC კვლევით ცენტრშიც. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებში წერია, რომ მაგალითისთვის 2025 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში დასაქმების პორტალ JobsG-ზე გამოქვეყნდა 23,222 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდი თითქმის 11%-იანი კლება დაფიქსირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც შეეხება ვაკანსიების კუთხით მზარდ სექტორებს, ესენი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია და ასევე გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორია. აქვე დარგის წარმომადგენლების ნაწილი შეფასებებსაც გაგაცნობთ და გეტყვით, რომ ისინი შრომის ბაზარზე სტაგნაციის ნიშნებს ხედავენ და ამბობენ, რომ დასაქმების ბაზარმა თავის პიკს უკვე მიაღწია და მიმდინარე წელს ასევე მომდევნო წლებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაკანსიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. შრომის ბაზრის ექსპერტების შეფასებითვე ვაკანსიების რაოდენობის კლება შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას და ბიზნესის გაუარესებულ განწყობებს უკავშირდება. შედეგად, როგორც ისინი ამბობენ, დღეს ქვეყანაში ნაკლები მოთხოვნაა სამუშაო ძალაზე. ამ ფონზე გაზრდილია უმუშევრობის დონეც, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა და 14,3% შეადგინა. HRG-ზე ჯამში ზაფხულის პერიოდში ამ 3 თვის მანძილზე განთავსდა დაახლოებით 9,000 განცხადება 9,500. წინა წელთან შედარებით ეს რაოდენობა არის 9%-ით დაკლებული. თუმცა ეხლა ვერ ვიტყვი, რომ თქვა ივლისის თვე იყო პასიური, თქვა წინა წელთან შედარებით უფრო აგვისტოზე გავაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ აგვისტოს თვე წელს იყო ბევრად უფრო პასიური ვიდრე წინა წლებში. შესაბამისად ვაკანსიების განთავსების კუთხით, აი აგვისტოს მეორე ნახევარი, როდესაც მოლოდინი მქონდა, რომ გააქტიურდებოდა, კომპანიები თავს იკავებდნენ განთავსებისგან. შესაბამისად აგვისტოს თვეში ჩვენი ჯამური ვაკანსიების რაოდენობა იყო 4,400, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ დაკლებულია. რაც შეეხება თვითონ კატეგორიის კუთხით, რომ გავამახვილოთ ყურადღება, პირველ რიგზე ისევ გაყიდვებია, ძირითადად თავსდებოდა ის პოზიციები, რომლებიც ყველაზე დენადია, თქვათ, თუნდაც აი მოლარეები, კონსულტანტები და ასე შემდეგ. ზოგადად ზაფხულის პერიოდში ამ სფეროს ყველაზე მეტად უჭირს, იმიტომ რომ მსგავსი კანდიდატები და კადრები გადინება აქვთ და მიდიან ძირითადად კურორტებზე და უფრო ხორეკა სექტორში საქმდებიან. გადახურებული შრომის ბაზრის ფაზა, რაც ჰქონდა საქართველოს ეკონომიკას, როგორც მინიმუმ 23-24 წლებში შენელდა. ხო, მე არ ველოდები დღეს საქართველოში ახალი, სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობით შექმნას. პირიქით ვიტყოდი, რომ თუ ის პრობლემები, რა პრობლემის წინაშეც არიან საქართველოში, განსაკუთრებით კერძო კომპანიები გაგრძელდა, ეს არის მოთხოვნის სიმცირე პირველ რიგში კონკრეტულ სექტორებში, ეს აისახება შრომის ბაზარზეც და უფრო ჩემი პროგნოზი არის, რომ უმუშევრობა გაიზრდება, ვიდრე შემცირდება. თუ ამას დაემატა კიდევ უკვე პოლიტიკური მახასიათებელი კრიზისის და მისი ასე ვთქვათ გამწვავება განსაკუთრებით ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, ამას შეიძლება უფრო დააჩქაროს ეს ყველაფერი, რადგანაც ვიცით, რომ პოლიტიკური ასე ვთქვათ გაუნუსაზღვრელობა, გაურკვევლობა ბიზნესებზე განსაკუთრებით მოქმედებს უარყოფითად, მათ უფრო სიფრთხილისკენ უბიძგებს.
რაც შეეხება ანაზღაურებების საკითხს, შრომის ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ზრდა არც ამ მიმართულებით შეინიშნება და მიმდინარე წლის ზაფხულის სამი თვის მონაცემებით ხელფასები თითქმის ყველა სექტორში იმ ნიშნულზე შენარჩუნდა, რა ნიშნულზეც იყო. დასაქმების პორტალ HRG-ზე ამბობენ, რომ ერთადერთი სექტორი, სადაც გარკვეული ბენეფიტები შეინიშნება, რითეილია, მათივე შეფასებით, კადრების მაღალი გადინების გამო აღნიშნული სექტორი იძულებული გახდა ახალი კადრების მოსაზიდად პოტენციური თანამშრომლებისთვის ისეთი ბენეფიტები შეეთავაზებინა, როგორიცაა მაგალითად სწავლის დაფინანსება, ვინაიდან ვიცით, რომ რითეილ სექტორში უმეტესად ახალგაზრდები არიან დასაქმებულები, ყველაზე მაღალ ანაზღაურებად პროფესიებად კი ამ დრომდე საფინანსო და სადაზღვეო სექტორი, ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციების დარგი რჩება, თუმცა მომდევნო პერიოდში შრომის ბაზრის ექსპერტები არც აქ და არც სხვა სექტორებში ანაზღაურებების მატებას მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არ პროგნოზირებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელფასების ზრდა კადრების შენარჩუნების მიზნით გაგრძელდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით. აქ ორი სურათი გვაქვს, ხო? ერთი არის ობიექტური პრობლემა, მაღალი ინფლაცია. ინფლაცია ასულია თითქმის 5%-მდე, 4.6% არის ბოლო მონაცემი, რაც რამოდენიმე დღის წინ დადო ჯეოსტატმა, რაც ნიშნავს შემდეგს, ხო, რომ ის ხელფასები, რასაც იღებენ დასაქმებულები, უკვე უფასურდება. ამიტომაც ეს არის წნეხი ბიზნესისთვის, რადგანაც დასაქმებულების მოლოდინიც ხელფასის მატებასთან დაკავშირებით იზრდება. როდესაც შენ გაქვს 0%-იანი ინფლაცია და როდესაც გაქვს 5%-იანი, უკვე მოქალაქე დასაქმებული, დაქირავები დასაქმებული მოქალაქე ელოდება, რომ ხელფასებიც გაიზრდება. ამიტომ ხელფასების და სავარაუდოდ გაგრძელდება, უფრო ნელა, რადგანაც მეტი რესურსი არ აქვს ბიზნესს. ანაზღაურების ნაწილს რაც შეეხება 32% იყო და დაახლოებით იგივე არის 30%-ია დღეს მითითებული ანაზღაურება ვაკანსიების ჭრილში, თუმცა თვითონ კატეგორია ვაკანსიების არის ძირითადად მაინც რითეილ სფერო უთითებს და ზაფხულის პერიოდში ერთადერთი რაც შეცვალეს, ეს არის ბენეფიტების დამატება, რადგან დიდი გადინება ჰქონდათ კადრების კუთხით, ამიტომ დაამატეს რაღაც მცირე ბენეფიტები, თქვა შეიძლება ზოგმა დაამატა სწავლის ანაზღაურების გადახდა, პირობითად სწავლის საფასურის გადახდა და მსგავსი პატარ-პატარა ბენეფიტები. ანაზღაურების ცვლილება როგორც ესეთი იმ 30%-ში, ვინც უთითებს ანაზღაურებას, არ განხორციელებულა და სექტემბერში ჯერჯერობით არ ვფლობთ ინფორმაციას. ჩვენ საუბრის ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით ქვეყანაში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 997,000 ადამიანს აჭარბებს. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.